პოლიტიკის განსაზღვრელი ოპოზიციური ფლანგიდან ახალგაზრდები არიან ჩემთან სტუდიაში. გიგა ლემონჯავა და ლევან სანიკიძე, მადლობა მეგობრებო აქ ყოფნისთვის. თქვენ უკვე ოპოზიციის ალიანს ახალ პლატფორმას წარმოადგენთ, გაერთიანებას, ორგანიზაციას, რომლის დასახასიათებლადაც რამდენიმე სიტყვა გახდა საჭირო. მათ შორის ითქვა, რომ ეს არის მრავალფეროვნება ერთობაში თუ ერთიანობაში. ერთფეროვნების ხარეში. აი, მოდით თქვენ მითხარით, თქვენ როგორ ახასიათებთ, როგორც აუცილებლობას, აუცილებლობა იყო ამაზე ბევრი რამ ითქვა, არამედ თავად ამ გაერთიანებას. რა მისი აქვს მას მთავარი ამ ეტაპზე? საღამოშვიდობის მოგესალმებით და მივესალმები მაყურებელს. ეს არ არის ერთობა ერთობისთვის, ეს არის ერთობა გამარჯვებისთვის. მთავარი ამბავი და შინაარსი მდგომარეობს ამაში, რომ ჩვენი საბოლოო ამოცანაა, რომ ივანიშვილი მოშორდეს de facto ხელისუფლებას და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას. აქ შესაძლებელი იყოს ღირსეული ცხოვრება, ადამიანები იყვნენ დაცულები და კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს მოქალაქეების. ეს არის საბოლოო მიზანი. თქვენ იცით, რომ არსებობს სტრატეგიული შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც არის ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს განასხვავებს ყველა წინამცდელობისგან ერთობასთან დაკავშირებით, რომ ამჯერად ერთობა ეფუძნება ძალიან კონკრეტულ გაწერილ შეთანხმებას. ეს შეთანხმება მოიცავს გამარჯვების ხედვის გარშემო პოლიტიკური პარტიების ერთიანობას. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ არის ერთიანობა ერთიანობისთვის, არამედ ეს არის ერთიანობა გამარჯვებისთვის. და მიხარია, რომ ჩვენ თანხმდებით მთავარ სტრატეგიულ ხაზებზე, როგორ უნდა ჩამოვაშოროთ ივანიშვილი de facto ხელისუფლებას. სტრატეგიული თვალსაზრისით, ვიდრე დეტალებზე ვისაუბრებთ, ეს არის სამი ძირითადი მიმართულება. ერთი ეს არის რეჟიმის არაღიარება, იმიტომ რომ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხაზი, ეს არ არის რაღაცა ტექნიკური პოზა ან გაბრაზებული პოზა პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფების, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს გამოჩნდა მაგალითად ვენესუელაში, როდესაც ცივილიზებული სამყაროს მთავარი პრეტენზია მადუროსთან დაკავშირებით იყო, რომ ის არ არის ლეგიტიმური. ჩვენ ხედავთ, როგორ აწუხებს ლეგიტიმურობის საკითხი ივანიშვილს, ეხლა აი მესამე მოსმენით მიიღეს ეგრეთ წოდებული კანონი, რომლითაც ცდილობენ, რომ აიძულონ საქართველოს მოქალაქეები, რომ აღიარონ მოქალაქემ მათი ლეგიტიმურობა, ეს არის, არ ვიცი, აი გაუგონარი უპრეცედენტო სიშლეგე. მე მსგავსი მაგალითი არც მახსენდება, სიმართლე რო გითხრათ. თვითონ ეს ეგრეთ წოდებული კანონი არის ყველაზე უფრო კარგი არგუმენტი სინამდვილეში, რატო არ არის ლეგიტიმური ეს რეჟიმი, იმიტომ რომ დემოკრატულად არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას არ ჭირდება იძულება ადამიანების, რომ ის აღიარონ. მეორე ეს არის წინააღმდეგობის გაფართოება, გაძლიერება, გამრავალფეროვნება და პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობა. დღეს უმთავრესი პასუხისმგებლობა არის, რომ თავისი წვლილი შეიტანონ პროტესტის გაძლიერებაში, წინააღმდეგობის გაფართოებაში და მესამე ეს არის თანამშრომლობა საერთო საქმეები საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმატებები საერთაშორისო მიმართულებით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უბრალოდ ჩემი აზრით ივანიშვილის რეჟიმის საერთაშორისო დელეგიტიმაციის პარალელურად პროდასავლურმა ალიანსმა, ოპოზიციის ალიანსმა უნდა დაიწყოს გარკვეული ლეგიტიმაციის ატრიბუტების შეძენა საერთაშორისო ასპარეზზე და ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. აი ამ კონკრეტიკაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ლევანს ვკითხავ, ეს პროცესი რაღაც იზოლირებულ სივრცეში არ ხდება, ხო? ნუ პარალელურად ჩვენ ვნახეთ უკვე რომ გუშინ მესამე მოსმენით მიიღეს ფაქტობრივად ქვეყანაში საჯარო პოლიტიკის ანგრძალავი კანონმდებლობა. მე ვიცი რომ ძალიან დიდი მხარდამჭერი ქალბატონი ზურაბიშვილის არ ხართ, მაგრამ მიღებულ კანონმდებლობაში რაც ჩაიწერა მათ შორის ერთი მუხლი პირდაპირ არის მორგებული საიმისოთ, რომ თუ პოლიტიკური ნება ექნებათ, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტიც კი დაიჭირონ ამ მუხლის გათვალისწინებით. თუმცა იქ ძალიან ბევრი მუხლია. ისე არის ეს ყველაფერი გაკეთებული, რომ აი ბადეს რო გადააგდებ, ვისაც გინდა იმას მოახვედრებ შიგ. ბადის ქვეშ, მაგრამ ასევე ძალიან შეიცვალა რა დინამიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკაში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონშიც. ეს ფაქტორები რა გავლენას ახდენს ოპოზიციის თანამშრომლობის აუცილებლობასა და სტრატეგიას? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ზემოხსენებული ფაქტორები, ანუ ივანიშვილის ხელისუფლების ქმედებები, საერთაშორისო ახალი დღის წესრიგი და ზოგადად მსოფლიო წესრიგი, რომელიც განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ამიერკავკასიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარდება. სამხრეთ კავკასიის, კი ბატონო, ვითარდება, არის პრინციპული მნიშვნელობის მატარებელი და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათ შორის
იმ დამატებით მოტივაციას, რომელიც ჩემი აზრით პოლიტიკურ პარტიებში გაჩნდა, რომ ოპოზიციის ალიანსის შემდგარიყო. ამავე დროს და უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის რაც იყო, ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა. როდესაც ეს გამოცხადდა, საღამოს მივედით რუსთაველის გამზირზე და ხალხი იყო ბედნიერი. აი vox populi ეს პოლიტიკაში თუ ხარ, მე ყოველ შემთხვევაში ესე მინდა რომ ვიყო, რომ საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ჯანსაღია, რომელიც არის მიმართული იმისკენ, რომ ცალ-ცალკე ვერ გაკაჩავთ, ერთად უფრო გაკაჩავთ და შეიძლება ეს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოთ და ამის რწმენა მე მაქვს, მაშინ ეს ნაბიჯი უნდა გადადგა. ასევე დაკავშირებით დაანონსდა შაბათს ძალა ერთობაში ასე ქვია. კი ბატონო, აი მინდა რომ ამ საკითხზე მინდა და კიდე ცალკე მესაუბრა, მაგრამ ეხლავე ვიტყვი. მინდა განვმარტო, რომ ხშირად აი უფრო სამთავრობო მედიას უნდა რომ გამოიყვანოს, რომ პროპაგანდისტულ მედიას, რომ აი თქვენ დაივიწყეთ ყველაფერი და გუშინ ერთმანეთს ლანძღავდით და დღეს ერთად როგორ ხეთხართ. აქ არის ორი მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან. ერთი არის შერიგება. აქ ბავშვები არავინ არ ვართ რა, ნეკი-ნეკისათი რომ შეგვარიგოს. მეორე მორიგება. და როცა ამ ქვეყანას ჭირდება რომ რაღაც საკითხზე მოურიგდეთ და ეს საკითხი არის ამ ქვეყნის აი ამ უბედურებიდან, საერთაშორისო იზოლაციიდან და ერთი კაცის მმართველობიდან გაყვანა, კი ბატონო, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ რომ მოურიგდეთ და ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო ამისთვის მზად. ნამდვილად ჯერ კიდე არ ვიცი 2018 წლიდან რაც მე მახსოვს. შეიძლება მანამდეც იყო, მაგრამ ფაქტი არის რომ მიუხედავად იმისა რომ თქვენ აღნიშნეთ რომ შეიძლება საუკეთესო დამოკიდებულება არ გქონდეს რაღაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიმართ და მგონია რომ რაღაც სამართლიანი გულის წვეტები და რაღაც პოლიტიკური შეუთავსებობები შეიძლება გქონდეს, მაგრამ ცალსახად ამ კანონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის შევიწროვება. ეს ასეა. უბრალოდ ივანიშვილი ხო რას ხედავს, რომ თუ კი გაზდის მესამე პრეზიდენტის 4 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობა, მეხუთე პრეზიდენტზე რატო არ გაუარო? აი ამას უყურებს ივანიშვილი. იმას ხო თავის საზომი აქვს. მიშა თუ შეიძლება იყოს ციხეში, ქოცები თქვენ რომ რატო სალომე რატო არ შეიძლება რომ დავიჭიროთ? მით უმეტეს ღარიბაშვილი ციხეშია, ლილუაშვილი ციხეშია, ბურჭულაძე ციხეშია, ეს ჯუანშერ ბურჭულაძეზე მაქვს საუბარი და ბატონ პაატასაც კი ხედავთ როგორ ეგზეკუციას უწყობენ. აი ეს ქოცური ლოგიკა მაგ მესმის. რაში შეიძლება იყოს? რამდენი ხანი ამბობდნენ რომ რა არ აღიარების პოლიტიკა კაცო ეგ ვის რას შეანახლებს. ლამის დახვრეტა არის. ახლა თუ არ აღიარებ ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად და მე მაქვს კონკრეტული ხედვა. მე მიმაჩნია გარდა ფაქტობრივი მტკიცებულებებისა, რაც გულისხმობს არჩევნების გაყალბებას, მე-6 პრეზიდენტის არასწორად არჩევას, არალეგიტიმურობას მისას, ასე შემდეგ, ხო, რაც პოლიტიკური ნაბიჯები. შინაგანი თვალსაზრისით ჩვენ თუ გონია რომ ეს ვართ საზოგადოება, სადაც ლეგიტიმურად აირჩა ხელისუფლება, რომელიც თulis რომ გიორგი ანწუხელიძე არის პიარს შეწირული, ჩვენ თუ ვართ ქვეყანა, სადაც ლეგიტიმურად უმრავლესობა მხარი დაუჭირა ხალხს, რომელიც გელაც ანგრევს, ჩვენ თუ ვართ ის ქვეყანა, სადაც ხალხმა ხმამისცა ხელისუფლებას, რომელიც მტრის ხარეზეა უკრაინის წინააღმდეგ ომში, ჩვენ თუ ვართ ის ქვეყანა, რომელიც აი ამ უბედურებაში, რაც საერთაშორისო ტრიალებს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ რაღაცა ნაჭუჭი კი არ ჩაიკეტოს თავი, პირიქით, აი უაბჯროდ დაიტოვოს თავი, მაშინ არ ყოფილა ამ ქვეყნის საშველი და მე ესე არ მგონია. არაურჩევია ამ ხალხს ესეთი ხელისუფლება, რომლის პროპაგანდისტული მედიაც აიათოლას უწოდებს, აიათოლა ხომენეის უწოდებს შეწიროს, გმირს. მათ პროპაგანდისტულ მედიაზე ეს ისმის და გიორგი ანწუხელიძის გმირობას აკნინებს. მე არ მგონია რომ ამ ხალხს ლეგიტიმაცია აქვს. ხომ აქვს ამის უფლება? რომ ჩემ ხალხზე მაქვს გარდა იურიდიული განმავლობით აღარა გაქვთ. ხო, აი ეს შინაგანი რწმენა მაქვს მე მათ შორის გარდა პოლიტიკურისა, რომ ჩემი ქვეყანა არასდროს არ აირჩევს ესეთ ხალხს. ლევან, რომელიც ამას იტყვის და ამის უფლებას ვერანუ ვერ წამართვა. დაგიბრუნდებით ისევ და მინდა ვკითხო გიგას ამ შემთხვევაში მათ შორის როგორც ძალიან კარგ და გამოცდილი იურისტს, მაგრამ უფრო პოლიტიკოს. რის ნიშანი უფრო მეტად არის ეს აგრძელებების აი ესეთ მასშტაბური სერია, როდესაც ძალით გაიძულებენ რაღაცა აღიარო ისეთი, რომელიც მისთვის პრობლემა რა არის ეს უფრო სისუსტის გამოხატულება თუ პირიქით იმის ჩვენება, რომ აი ყველაფერზე კონტროლი მაქვს ქვეყნის შიგნითაც და საერთოდ აღარ მაინტერესებს ქვეყნის გარედან რა სიტყვიან. და აქვე ამ კონტექსტში ვახსენოთ სანქციები, რომელიც მოვიდა საქართველოში და რომელიც უპრეცედენტო ხასიათის არის, რა შედეგები შეიძლება მოყვეს მას. პირველ რიგში რა გითხრათ, რომ
სამართლის ნორმა არის წინადადება, რომელსაც აქვს მოქმედების პრეტენზია, აღსრულების პრეტენზია. ესეთია სამართლის ნორმა და ეს აღსრულება არის ან ნებაყოფლობითი, ან იძულებითი. ქართულმა ოცნებამ მიიღო უამრავი სულელური წინადადება, რომელიც არც ნებაყოფლობით და არც იძულებით არ სრულდება. ამიტომ ის რაღაცა ჩანაწერები გაურკვეველი, რასაც ქართული ოცნება ბეჭედს არ ტყავს, კანონი არ არის სინამდვილეში. ზუსტად ესეთი შემთხვევა ეს რაღაც ლეგიტიმაციის გამოძალვის შესახებ რაღაცა ჩანაწერი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ არც ნებაყოფლობით და არც იძულებით ეს ჩანაწერი შევასრულოთ. აი პირდაპირ ვამბობ აქ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, იმიტომ რომ მათ გააყალბეს, გადაწერეს, მიიტაცეს ბოლო საპარლამენტო არჩევნები, მათ მიიტაცეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ აწამეს ასობით ადამიანი და ეს ჩემი პოლიტიკური განაცხადი კი არ არის. ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული იურიდიული ფაქტი, რომ ქართული ოცნება არის ხელისუფლება, რომელიც აწამებს ადამიანებს და მე არ იძიებს წამების დანაშაულებებს. ქართული ოცნება არის ასევე კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც ძალიან დიდი ალბათობით გამოიყენა ქიმიური იარაღი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და ეს შეიძლება მომხდარა სადღაც ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ ამ რეგიონში, მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს არ მომხდარა ამ მასშტაბის ბოროტება. ამიტომ ქართული ოცნება არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. და დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებას არ ჭირდება საკუთარი მოქალაქეების იძულება, გამოძალვა ლეგიტიმაციის. არ ჭირდება უბრალოდ. ეს არის როგორც იურიდიული, ასევე პოლიტიკური დამოკიდებულება ჩემი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება საერთაშორისო განზომილებას და მათ შორის სანქციებს, ხო? ივანიშვილი ხარჯავს მილიარდებს პროპაგანდაზე, რომ თითქოს ის არის რაღაცა დაბალანსებული, პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი. სხვა შორის ლობიზმზეც, ამ ლობიზმის დამსახურებით ახლა ვაშინგტონში დელეგაციის მისვლა-მოსვლა რა თქმა უნდა, უცნაურ ძრეებში. რა თქმა უნდა, მაგრამ გარდა ლობიზმისა, ის მილიარდებს ხარჯავს ტყუილებში, სიცრუეში, სიყალბეში, პროპაგანდაში. ეს რატო შეგახსენებთ, რომ ამ კანონმდებლობით გარე ლობიზმი ზაგრძალულია. ხო, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ყველასთვის ყველაფერი აკრძალულია. ყველასთვის, მაგრამ ჩემთვის საგამონაკლისო წეს ვიტყვი. ხო, რა თქმა უნდა, იურიდიულ ჩარჩოს ეს აღარ ექვემდებარება უკვე, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ იმედი, პოსტივი, ტროლები და ბოტები, რავი, სხვა სამთავრობო ტელევიზიები ეგრეთ წოდებული არის მილიარდობით ლარი, რომელიც იხარჯება პროპაგანდაში და თავარი ხაზი ამ პროპაგანდის არის, რომ თითქოს ივანიშვილი არის გაწონასწორებული, დაბალანსებული, პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი. სინამდვილეში ივანიშვილი არის სამშობლოს მოღალატე და ეს რომ ასეა, ეს არის დადასტურებული უკვე საერთაშორისოდ. მათ შორის ეს საერთაშორისო სანქციები, რომლებიც ედება პერსონალური საერთაშორისო სანქციები, არის ამის დადასტურება. რატო, ხო? იმიტომ რომ მაგალითად ევროკავშირის სასანქციო მე-20 პაკეტში გაწერილია, რომ ყულევის ტერმინალის მეშვეობით, ყულევის პორტის მეშვეობით ივანიშვილი ფულს აკეთებინებს პუტინს იმისთვის, რომ მან დახოცოს მეტი უდანაშაულო ქალი და ბავშვი უკრაინაში. საერთაშორისო პერსონალური სანქციების დიდი ნაწილი პირადად ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და ბევრ სხვაზე სამართლებრივ საფუძვლად მოიცავს რუსეთის სასარგებლო საქმიანობას. ანუ ის რომ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი კი არ არის. სინამდვილეში რუსეთის და ირანის დამხმარეა უდანაშაულო ადამიანების ხოცვაში. ეს არის ფაქტი. და თუ ვინმე ამ ქვეყანაში უნდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა სინამდვილეში, მაშინ დაუცველს კი არ უნდა ტოვებდეს ამ ქვეყანას ერთ-ერთზე ირანთან და რუსეთთან. თავდაცვის ბიუჯეტებს რო გადახედოთ მარტო, ხო? საქართველოს ოკუპირებული საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი არის დაახლოებით მე-13, ცოტა კიდევ უფრო ნაკლები, ვიდრე სომხეთის მაგალითად და მე-7 დაახლოებით აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტის, ხო? ოკუპირებული საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი. ეხლა ეს რაც ხდება ჩვენ რეგიონში, ხო, აი მაგალითად ირანის მიმართულებაზე. კიდე ერთხელ დააყენა დღის წესრიგში მუდმივ მოქმედი რაღაცა ორგანოს არსებობის საჭიროება, რომელიც ამ ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკაზე იფიქრებს და იმუშავებს. და ესეთი ორგანო ეროვნული უშიშროების საბჭოს სახით 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით გააუქმა ივანიშვილმა საერთოდ. ეგეთი ორგანო აღარ არსებობს საქართველოში, რომელიც ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე მუდმივ მოქმედად იფიქრებს და იმუშავებს, ხო? სხვა შორის აი მეხსიერების რაღაცა იმას თიცან კიდურს რო დაკარგავდა, როგორია რომ ის გააქვს. ამის გამოვლენა იყო დღე
დღევანდელი ქართული მედიის მცდელობა სურვილი რომ ეროვნული უშუალოების საბჭო რატო არ ეკრიბებაო და აღარ არის ეს ეროვნული უშუალოების საბჭო უბრალოდ გაუქმებული რომ შეგრებილიყო ხო შემადგენლობების პოტენციური შემადგენლობების გათვალისწინებითაც ეს რა შეცვლილი და ამ ქვეყნისთვის ეს კიდე მეორე თემა და ნაწილი არის მათი კომპეტენციის პასუხისმგებლობების და პირდაპირ ეჭვების გათვალისწინებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლო ადამიანებისა ამაზე ნუ გაგვიბრაზდება ნუ რავინ ქართული ოცნებიდან იმიტომ რომ ამ უშუალოების საბჭოს წევრები ვინც იყვნენ სანამ არსებობდა ისინი ახლა ციხეში სხედან კი მათ შორის სხედან ისეთი ტიპის დანაშაულებებისათვის რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან თანამშრომლობას ითვალისწინებს მაგალითად სუსის ხელმძღვანელზე თურქვა ბიზნესმენმა მოისყიდა რაღაცა 1 მილიონი თუ რაღაც გიგა და აი ძალიან მოკლედ ეს შევაჯამოთ ორი წინადადებით ხო საქართველოს ყავს არალეგიტიმური ხელისუფლება რომელიც ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მარტო ერთ-ერთზე ტოვებს რუსეთთან და ირანთან, რაც ავტომატურად უდრის ამ ქვეყნის სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრების გაუქმებას და ჩვენი ალიანსის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეგ არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი მოშორდეს დე-ფაქტო ძალაუფლებას, რომ ამ ქვეყანაში დამკვიდრდეს დემოკრატიული, კოალიციური, დაბალანსებული ხელისუფლება, რომელიც იფიქრებს არა კორუფციაზე და რუსეთის მსახურებაზე. არამედ ამ ქვეყნის მოქალაქეების ჭეშმარიტ ინტერესებზე. ლევან, რა შეცდომები, რა ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებები უნდა გაითვალისწინოს ამ ახალმა ალიანსმა, რომლის წევრებიც ძველი პარტნიორები არიან უმეტესწილად, რომ შედეგი დადგეს უბრალოდ უკეთესი კი არა, არამედ კარგი. ანუ თქვენ თქვით, რომ ალიანსი შეიქმნა გამარჯვებისთვის. გამარჯვებაში გულისხმობთ ცვლილებას. გულისხმობთ ახალი კოალიციური მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლას, რომელსაც ექნება საერთო სახალხო ლეგიტიმაცია. აი, რა შეცდომები უნდა იქნეს გათვალისწინებული ერთ ნაწილში და რას აკეთებს სტრუქტურულად ამისთვის და მეორეს მხრივ რა უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა, რომ ეს გაერთიანება მიზიდულობის ცენტრად იქცეს წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული ადამიანების უმრავლესობისთვის, იმიტომ რომ სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც არის. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ნაწილი ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად არიან ჩართული პროტესტში, რომლებიც ქმნიან აი ამ ამინდს, საპროტესტო ამინდს და პოლიტიკისთვისაც მათი აი ასე სიახლოვეში ყოფნა არის პრინციპული მნიშვნელობის მატარებელი. ნახეთ მათი განცხადება და მივესალმებით, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც დგამს ძალიან მნიშვნელოვან და მკვეთრ ნაბიჯს უფრო მეტი კონსოლიდაციისკენ, როგორც თავად მათ რიგებში, ისე ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გავლენის ბერკეტი მათ შორის აი ამ პროცესის კონტროლისთვის, იმიტომ რომ საზოგადოებრივი რეაქცია და დაკვეთა ჩემი აზრით არის მთავარი განმაპირობებელი, რომ ეს დღეს შედგა. იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოების დაკვეთას თუ ვასრულებთ, მაშინ მე უფრო ნაკლები დრო და ადგილი რჩება პერსონალური დაპირისპირებისთვის, მათ შორის პერსონალური ინტერესისთვის, ვიწრო პარტიული ინტერესისთვის, ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ეს დოკუმენტი ბევრად უფრო სრულყოფილია, ვიდრე წინა სხვა დოკუმენტები იყო, მათ შორის როგორც სტრატეგიასთან მიმართებით, რომ რას გულისხმობს ეს ბრძოლა, რა ფრონტებია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. და სხვათა შორის ახლა ვინც აქტიურად ვართ მუშაობის პროცესში, მე მგონი გიგას დამეთანხმება, რომ სასიამოვნოდ ვარ მე გაკვირვებული, რომ ის საკითხები, რომლებზეც წესით ვითომ ვერ უნდა შევთანხმებულიყავით, თანხმდებით შვენივრად. ანუ ბევრად უფრო მარტივად მიდის მათ შორის აი ამ ურთიერთთანამშრომლობის პროცესი, ვიდრე შეიძლება ბევრ სკეპტიკოს წარმოედგინა და ეს ჩემთვის ძალიან მისასალმებელია. და ასევე ამ დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჩემი აზრით ოპოზიციური სპექტრის მთავარი პრობლემა იყო და ვცდილობთ რომ ეს აღმოიფხვრას და დარწმუნებული ვარ რომ რიგი აქტორები კიდევ დამატებით როლს ითამაშებენ. ამისთვის არის ნდობის აღდგენა და სიტყვის ფასის დადება. რომ სიტყვას ფასი უნდა კონდეს, მათ შორის ბიძინას სიტყვას რომ ფასი არა გასაგებია. მაგრამ ერთმანეთთანაც ჩვენ რომ ხელი ჩამოვართვით, დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, ეხლა ეს უნდა შესრულდეს. მათ შორის მნიშვნელოვანი ჩანაწერი არსებობს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიების ქცევის კოდექსთან მიმართებაში, რაც გულისხმობს, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ურთიერთ თავდასხმებისგან, მით უმეტეს პერსონალურისგან, ეს საერთოდ გამორიცხულია, მაგრამ საკითხები, რომლებზეც თანხმდებით და ჩვენ შევეცდებით, რომ ქართული ოცნების პროპაგანდას ეფექტურად დაუპირისპირდეთ ერთიანი ძალებით და მგონია, რომ წარმატება გვექნება, ეს ისედაც ამ დოკუმენტის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ რაზეც ვერ შევთანხმდებით,
შეიძლება რაღაცა მიდგომასთან მიმართებაში, კონკრეტულ ეკონომიკურ საკითხთან, ან უსაფრთხოების საკითხთან. თუ განსხვავებული პოზიცია გვექნა, საჯარო პოზიციონირების თვალსაზრისით, ჩვენს ტელემაყურებელს და ამომრჩეველს, თანამოქალაქეს და ამ ქვეყნის პატრიოტს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ ესენი კიდე ჭამენ ერთმანეთს, ამისგან არაფერი არ გამოვა. ამიტომ ეს წარსული გამოცდილებები, ის ტკივილები, რომელიც ახლა ცალსახად უკან არის გადაწეული და ეს არ იყო მარტივი პროცესი, იმიტომ რომ პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, ეს არის ამ ქვეყანაში ჯოჯოხეთი, როცა ეს ქვია, იმიტომ რომ ან საციხეთ ხარ გამზადებული, ან პროპაგანდის აჯიჯგნად შენი ოჯახი უბედურ დღეშია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ბიზნესის წარმოება, საჯარო სამსახურში მუშაობა, კერძო სამსახურში მუშაობაც კი შეუძლებელია და ამავე დროს ამას ემატება ურთიერთდაპირისპირება, რომელიც მე კიდე პრობლემებს ქმნის. ნიშნულოვანი იყო, რომ ეს ტკივილი უკან გადაწეული იყო და მე მგონია, რომ სხვათა შორის აქაც ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება იმ გამოცდილებით, რომ ნაკლებად ვიყავით წლების განმავლობაში ჩართულები და ვიღაცები არიან 20 წელი ვინც არის და მეტი გამოცდილება აქვს დაგროვებული და შესაბამისად მეტი ტკივილიც აქვს. მე მგონია, რომ იმ ხალხმა, ვინც უფრო ახლები ვართ ამ საქმეში, პოზიტიური როლი შევასრულეთ, რომ მათ შორის ამ ადამიანებსაც დავეხმარეთ კონკრეტული საკითხების გადალახვაში. და მე არ მგონია, რომ იქ ვინმე ყოფილიყო, ვისაც განსაკუთრებული ჭმუნმა ჰქონოდა. ამიტომ ჩვენი საუბრის ბოლოს ორივეს მოგცემთ შესაძლებლობას თქვათ, რა სიახლეებს უნდა ელოდოს საზოგადოება, ან ძველი როგორ გაკეთება ისე უკეთესად, ნუ ახლა ახალ ველოსიპედს ვერ გამოიგონებთ თქვენ, ხო? კონკრეტული მოცემულობა უფრო დამძიმებული ფონია, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი ფაქტორი არის, რაზეც უკვე საუბრობდით თქვენ, სანქციების კომპონენტი, საერთაშორისო შეფასება და ასე შემდეგ, რომელიც წესით უფრო უნდა გუადვილებდეს პოლიტიკურ ძალებს საზოგადოების დარწმუნებას პირველ რიგში, მაგრამ აი ველზე მუშაობის კუთხით რა სიახლეებს უნდა ველოდოთ და რა იქნება ის სივრცე შესაძლებლობა, სადაც ადამიანებს არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, რომელსაც უმატებს და უმატებს ხელისუფლება, ექნება შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს, მონაწილეობა მიიღოს, გააფართოვოს, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის რესურსი. თავარი ამოცანა ამ ყველაფრის არის სანდო ხელშესახები პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა, დემოკრატიული ალტერნატივის შექმნა ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის ავტოკრატიული რეჟიმისთვის. ეგ არის მთავარი ამბავი. ამ ალტერნატივის შექმნას უპირველეს ყოვლისა ჭირდება ძალის ჩვენება, რამაც უნდა საქართველოს მოქალაქეებში დააბრუნოს იმედი, პერსპექტივის განცდა, ბრძოლის სურვილი, გულისხმობ ფართომასშტაბიანი ბრძოლის სურვილი და ეს გაკეთდება ჩემი აზრით ორი გზით. ერთი, ეს არის პროდასავლური პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა წინააღმდეგობის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ეს არის საკმაოდ ისეთი არ ვიცი, ამბიციური განაცხადი, მაგრამ თამამი განაცხადი, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ჭირდება ეს და პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობა არის ეს, რომ ქუჩაში პროტესტი გახდეს ფართომასშტაბიანი, მწვავე და ორგანიზებული. რას უნდა ელოდონ ადამიანები ამ ყველაფრისგან არის ერთი, მეტ ორგანიზებულობას და ამასთან დაკავშირებით ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა საზოგადოებასთან, მათ შორის მედიასთან და სამოქმედო გეგმის დონეზე მოუყვებით ადამიანებს, რას ვაპირებთ. ეს წინააღმდეგობის ორგანიზება უნდა შეეხოს როგორც დედაქალაქს, ასევე რეგიონებს. მათ შორის საკომუნიკაციო სტრატეგიაზეც ვიცი, რომ მუშაობთ. მეორე არის პროპაგანდის შეკავება და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. ერთ ხმაში ერთი გზავნილით საუბარი პროპაგანდის წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა არ გულისხმობს ერთფეროვან გზავნილს, მაგრამ გულისხმობს ერთიან ძლიერ გზავნილს პროპაგანდის წინააღმდეგ, ეს მეორე და მესამე. საერთაშორისო ასპარეზზე გაცილებით უფრო მეტ შედეგებს, ვიდრე აქამდე ყოფილა. რაც უნდა გამოიხატოს, ჩემი აზრით, ერთი საერთაშორისო პერსონალურ სანქციებში ბევრად უფრო მაღალი მსუსხავი ეფექტის მქონე სანქციებში, ვიდრე არის დღეს. მოდელი რო წარმოვიდგინოთ, ეს არის აი იმედის სამეთვალყურეო საბჭოს, რაც დაემართა ერთ საღამოში, რომ 5 წევრიდან 4-მა დატოვა სანქციების შიშით, აი ეგ არის საბოლოო ჯამში მიკრომოდელი, როგორ უნდა ჩამოიშალოს ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება. ამიტომ ამ სამი მიმართულებით უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ოპოზიციის ალიანსმა და აიღებს კიდეც. თავისთავად საინტერესოა, ხა მთავარი შეიფსოს მართლა რეალური შინაარსით. ლევან
და დავასრულოთ. კი ბატონო, გიგამ თითქმის დაფარა ის საკითხები, რაც უკვე დღის წესრიგში გვაქვს და მე ისიც მიხარია, რომ რა თქმა უნდა პარტიები ისედაც ვიყავით მუშაობის, აქტიური მუშაობის რეჟიმში, მაგრამ ძალარო ერთობაშია კარგად ჩანს იმ რუტინულს ვერ დავარქმევდი, მაგრამ ყოველდღიურ ძალიან აქტიურ შეხვედრებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც ალიანსის ფორმატში უკვე არის. როგორც გიგამ აღნიშნა, პირველი ეს არის რა თქმა უნდა პროტესტის გაძლიერება და ჩვენც საკუთარ თავს ვხედავთ ამაში პირველ რიგში, იმიტომ რომ როდესაც პოლიტპატიმრებით არის სავსე ციხეები, როდესაც აი ესეთი დრაკონული კანონმდებლობა არის უკვე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მანამდე შეიძლება უტრირებული ყოფილიყო, ეს მართლა დრაკონულია, რაც მიიღეს. კატასტროფაა, საბჭოთა კავშირისთვისაც მიუღებელი კანონმდებლობა, აი 37 წლის სტანდარტითაც კი გაუგებარი რაღაც ხდება. ამის წინააღმდეგ დაპირისპირება როგორც რეგიონებში, ისე თბილისში, იმიტომ რომ ერთია, როდესაც კონსოლიდაცია, პროტესტში ჩართული ადამიანების დაჯგუფება და ერთ გუნდად შეკრა ხდება თბილისში, მაგრამ მეორეა რეგიონებში ამის გასვლა და ამის გარეშე შეუძლებელია და მით უმეტეს დიდი ქალაქების აი აქტიური ჩართულობის გარეშე და კონკრეტული ნაბიჯების შესახებ იქნება ცნობილი და შესაბამისი შეხვედრა ჩატარდება ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით. უფრო მეც ვისაუბრებთ, არათუ ვისაუბრებთ, არამედ სისრულეში მოვიყვანთ, იმიტომ რომ საუბრის დრო დამთავრებულია და ეს კარგად გვესმის, რომ ჩვენც რაღაცა დაჩქარებულ რეჟიმში ვართ, რომ ნაკლები საუბარი მეტი საქმე დაინახოს ხალხმა. მეორე ასპექტი და არანაკლებ მნიშვნელოვანი ეს არის საგარეო ფრონტი, იმიტომ რომ თუ კი ვინმე სურს ალტერნატივის დანახვა ქართულ ხალხთან ერთად, ეს არის ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომლებსაც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ივანიშვილი რომ მიდის, რა ჯგუფი მოდის, ვის აქვს პრეტენზია, რა პრინციპების ხალხია, ერთმანეთთან რა დამოკიდებულება აქვს, ხალხის აზრს როგორ ითვალისწინებენ, რისი თავი აქვს, მათ შორის ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ შენ თუ ვერაფერი ვერ გააკეთე, კი ივანიშვილი დაპირისპირებულია დასავლურ ცივილიზაციასთან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ეს არის მეორე ნაბიჯი საერთაშორისო მასშტაბით, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა და მესამე, რაც გიგამ აღნიშნა და მე ვიმაჩნევ, რომ ეს არის მთავარი საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გამონაკლისი იყოს ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ოცნებას თუ საკუთარი პროპაგანდისტული საყრდენი არ გამოაცალე, მაინც არსებობს რაღაც შლეიფი საზოგადოების, რომელიც ძალიან მოწყვეტია ამასთან მიმართებაში და მე უკვე ის ხალხი, ვინც აი აქტიურად უყურებს მედია სივრცეს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ალიანსის გამოცხადების შემდეგ და მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთობლივი ძალებით უპირისპირდებით ივანიშვილს, ძალიან ბევრი ის ტელემაყურებელი და მოქალაქე, რომელიც აქამდე ძალიან ბრაზდებოდა, რომ შიდა ოპოზიციური დაპირისპირების მაყურებელი იყო და არა საქმის, მე მგონია, რომ ეხლა ძალიან კმაყოფილია და უკვე ქმედით ნაბიჯებს ელის ჩვენგან. და ამავე დროს ხედავს ჩვენთან ერთად თავს, იმიტომ რომ ეს მინდოდათ ასევე მეთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკვე სურვილს, ვინც რაღაც დემოტივირებული იყო და არ იყო პროცესი ჩართული, უცებ ყველაფერი თავიდან გააქტიურდა და მათ შორის ამას უნდა მივაწეროთ ქართული ოცნების დამატებითი ნაბიჯების გადადგმა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხის დაჩქარებასთან მიმართებაში. მათ რომ ეს არ ანაღლებდეს, მილიონებს არ დახარჯავდნენ აი ამ ალიანსის ანტიპიარის კამპანიებში და დანარჩენი უკვე აქ როცა მოვალთ და თქვენთან ვისაუბრებთ, უკვე საქმეზე გვექნება საუბარი და უკვე შედეგებით ვიქნებით მოსული. მადლობა ბატონებო გადაცემაში საუბრისთვის, სტუმრობისთვის.